ისე ყურადღება. გაკეთებული მაქვს კი 21 წლის ბიჭი დამნებობა ავარიაში. ხომ არ არის ეს ჩემი ცოდვის შედეგი, რითი გამოიწვია ჩემი საშინელი ცოდვა, ყოველდღე ვკითხულობ დაუჯდომას. აბა ვინ შეიძლება ეს თქვას, რომ აბორტების შედეგი შეიძლება იყოს შვილის გარდაცვალება. ამის თქმის უფლება, მორალური უფლებაც კი არ არის. თუ ვინმე გეტყვის, ვინც არ უნდა იყოს ახალი სიტყვები, აი შენ რომ აბორტს იკეთებდი იმით დაგეუყვა შვილი. ეს არის ამისი და ეს აზრიც არასწორი. არ ვიცი. რა თქმა უნდა ყველაფერი მიზეზი შემოგვიყვება კავშირში აფრიკანაზე. მაგრამ შენ შეიძლება ესე იფიქრო. არავის ამის თქმის უფლება არ აქვს, მაგრამ შენ თუ შენ სულიერ ცხოვრებას წაადგება, შენ შეიძლება ესე იფიქრო, ისი ხილსიც ვარ ეს მე ამის თქმის უფლება არ აქვს. იმიტომ რომ მე არ ვიცი. არც შენ არ იცი, მაგრამ თუ შეიძლება ვინმე მეს იცოდეს, ისე შენახა. კაცის სულისა არავინ იცის გარდა თუ თან კაცმა და თავად ღმერთმა. და ისე აბორტი არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მკვლელობა, არანაირი განსხვავება. მკვლელობასა და აბორტს შორის არ არსებობს ესეთი იგივე აქტი. რა განსხვავება